თრის მომავალ სეზონზე კიდევ ერთი მიზეზი ექნებათ. ახალი სათხილამურო კურორტი აქვე ბეთანიაში, იქ ძირითადად დამწყებ მოთხილამურეებს უმასპინძლებენ. ტრასის მოწყობა დავიწყეთ, ერთი ალბათ თვენახევარი ორი თვე არის და რაც საძირკვლების და თვითონ შემონაგებების ალბათ თვენახევარი არის ეს რომ დავიწყეთ. აქ უბრალოდ ხევი იყო. გადაგვაწყდი ემან რომ პირობები სამთრისთვის ნამდვილად თოვლი ყოველთვის არის 2-3 თვე ამ ადგილას თოვლი ბუნებრივი რომ მოვა ერთხელ მერე დევს. დამატებულად დაგჭირდა ვართ მზად იმისთვის რომ ხელოვნურად დავამატოთ. შენდება სასტუმრო. პირველი 2 სართული იქნება რესტორანი. მეორე მესამე სართული იქნება სასტუმრო. 21 ნომერზე არის სასტუმრო გათვლილი. წინ შენდება ცალკე 400 კვადრატულიანი ფართობზე რესტორანი მესამე. გვერდით სასტუმროს გვერდით შენდება ამუბნისთვის ბეთანიისთვის სუპერმარკეტი. მთლიანი კომპლექტი იქნება ადამიანი რომ ამოვა. ალბათ სამთრის სეზონი, რასაც ქვია თოვლი და თხილამური 3 თვე გასტანს და მთლიანად ეს ობიექტი იქნება მთელი სეზონი ზაფხული, ზამთარის და აქედან იწყება ეს ტრასა საბაგირო ამოვა აქამდე და აქედან დაიწყება ქვევით თხილამურზე სასრიალო. აქეთ მხარეს კიდე იქნება ბავშვების 200 მეტრიანი სასრიალო თხილამურებზე ალიშებზე ცალკე სასრიალო იქნება აქედან. მომავლის განვითარებაზე ვფიქრობთ აქ დაიდგას მრავალსართულიანი სასტუმრო. რაც არის დღეს ჩვენთვის პირველი პრობლემა არის წყალი ხელოვნური თოვლისთვის. ყველანაირ გზებს ვეძებთ იმისთვის რომ ეს წყლის ამბავი გადავწყვეტ. პირველ ეტაპზე მიდება $1.5 მილიონ სარგლებში. მეორე სეზონისთვის ნახოთ, პირველი სეზონი გვაჩვენებს რა მოთხოვნილება იქნება.